საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს გაპოლიტიკოსებულ ფეხბურთელს სავარაუდოდ შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან. ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ და ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განაცხადეს. კაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას 48 საათის განმავლობაში გეგმავს. ადვოკატის თქმით არ არის გამორიცხული კახიკალაძეს ქონებაც ჩამოართვას, თუმცა კონკრეტულად რა ქონებაზეა საუბარი შალვა თადუმაძეს ჯერ არ დაუკონკრეტებია. განჩინების შინაარსით ცალსახად ჩანს, რომ კახაკალაძის მიმართ ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკურ დევნას, რადგან საზოგადოებისთვის ერთმნიშვნელოვნად ცნობილია კახაკალაძის წარმატება მსოფლიო სპორტულ ასპარეზზე და შესაბამისად მისი შემოსავლის წარმომავლობა ყველასათვის სრულიად გამჭვირვალე და დასაბუთებულია. ურმე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმის, რომ კახაკალაძე ახორციელებს შემოსავლის უკანონო ლეგალიზებას. გარდა ამისა, აქ მითითებულია, რომ ეს არის განხორციელებული იმიტომ, რომ მომავალში მოხდეს უკანონოდ მოპოვებული ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფა. ლეიბორისტული პარტია